სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა. ჩვენთან არის ღმერთი. და ჩვენთან არის მეოხება წმინდისა, მოციქულთა სწორისა, წმინდისა, დედისა ჩვენისა, ნინოსი. და ჩვენ დღეს ეკლესია მოგვიწოდებს აი ამ მოწოდებით. მოვედით ახალნო, ნაყოფნო, ვენახისანო და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომელმან გვიხსნა ჩვენ ნინოის მიერ. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მე ამაზე დავფიქრდი, თუ რა ვიყავით ჩვენ, რა ერი ვიყავით. ან საერთოდ ერი თუ ვიყავით, მაშინ როდესაც მატიანე აღწერს იმ მდგომარეობას, იმ ჩვენს დაბნელებულობას სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, რომელიც იყო მაშინ, როდესაც წმინდა ნინო მოვიდა აქ ჩვენთან. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ეშმაკებს, შვილებს წირავდნენ ადამიანები. პირდაპირ, აი ფიზიკურად დაიკლებოდა შვილები მათი ეშმაკების წინაშე. აი წარმოიდგინეთ, აი ორი სიტყვით რო თქვათ, რა მდგომარეობა იყო. და როდესაც დაფიქრდები ამაზე, მაშინ მიხვდები თუ რა ღვაწლი გასწია წმინდა ნინო. 12-13 წლის ასაკში იყო, როდესაც პატრიარქის, თავისი ბიძის, სოსანას ძმის, პატრიარქის, იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იგი წარმოემართა საქართველოში, თქვენ იცით რა მძიმე გზა გაიარა. რომში იგი შეხვდა რიფსიმე, გაიანეს და სხვა ქალწულებს, რომლებიც შემდგომში სასომხეთში მოწამეობრივად აღესრულნენ. იქვე იყო წმინდა ნინო, მაგრამ ღმერთის განგება ჩვენზე სხვადასხვა არის. მაშინ, როდესაც მისი თანამოსაგრენი უყურებდა თუ როგორ ეწამებოდნენ, ღმერთმა განარიდა იგი, იმ ჟამს განარიდა, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება არის წამება და დამოწმება ჭეშმარიტებისა. და ვკითხულობ ჩვენ, რომ აი თითქოს გრძელდება რაღაც ჩვენი გუშინდელი თემა მადლის შესახებ. ჰოი, რამდენი მადლი მოგმადლენ ქრისტე ნინოის მიერ. აი და ჩვენ ხედავთ, ესე იგი, წმინდა ნინოს, წმინდა ასურელი მამების, გრიგოლ ხანძთელის და მისი თანამოღვაწეების და სხვადასხვა ეპოქაში ჩვენ რას ხედავთ? თავარი რა ჩანს, რომ აი ამ ყველაფრის შემდგომ ხედავ თუ როგორ უყვარს ჩვენი ერი უფალს. წმინდა ნინო სხვაგან არ გაუგზავნია დედაღვთისმშობელს. იცით თქვენ, რომ პირდაპირ დედაღვთისმშობლის კურთხევით მოდის აქ ჯერ ანდრია მოციქული, ვკითხულობ ტროპაში ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, მაგიტო ვამბობთ. ანდრია მოციქული, წმინდა ნინო, ასურელი მამები ყველანი ღვთისმშობლის კურთხევით მოდიან. და მე მახსენდება ჩვენი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან, მან გაიხსენა ბიბლიიდან ის ადგილი, როდესაც ღმერთი ეუბნება სამუელ წინასწარმეტყველს, ჩვენს გვითქვია ეს, რომ კაცი ხედავს პირსა კაცისასა, ხოლო ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა. ესე იგი, ქართველი კაცის გულიში ყოფილა იმდენი სიყვარული ღვთისა, მიუხედავად ჩვენი დაცემულობისა, რომ უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ წმინდა ნინო და წმინდა ნინოს მიერ რამხელა მადლი მოგცა. წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ქვეყანა, რომელიც აი წეგან დავახასიათეთ ორი სიტყვით, აი ესეთ სიბნელეში ვიყავით. ესე იგი, ხდება სოფლიოში მართლმადიდებლობის ყველაზე მტკიცე და დიდი კერა, რომლის შესახებაც წმინდა გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიის პატრიარქთან პაიქრობის, სიტყვიერი პაიქრობის დროს ესე სიტყვებს ამბობს. იყო დრო, როდესაც მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლობა არ აიზრახებოდა და იოანე გუთელი ეპისკოპოსი ცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად. აი წარმოიდგინეთ, მთელ მსოფლიოში ეპისკოპოსს ვეღარ აკურთხებდი. ანუ მართლმადიდებლობა აღარ იყო. და საბერძნეთიდან აქ აგზავნიან ეპისკოპოსს, რომ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად ეკურთხოს. აი ესე მტკიცეთ ვიბყართ ჩვენ მართლმადიდებლობა. რა თქმა უნდა, წმინდა ნინომდე
საქართველოში მართლმადიდებლური კერები იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მეფეები იყვნენ წარმართები და დევნიდნენ ეკლესიას ესე არ წინავდა და წმინდანინოს ლოცვით, აი ერთ-ერთი უდიდესი მადლი რაც მოხდა, აი რამხელა მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი მსვლელობა აქვს ხელისუფალს. წმინდანინოს ლოცვით ერთ-ერთი დიდი სასწაული და მადლი რაც მოხდა, სხვათა შორის ესეთი სასწაული, მსგავსი სასწაული სულ თითზე ჩამოსათვლად არის ცალხეზე სოფლიო ისტორიაში, რომ ბუნებითი კანონები შეცვლილი იყოს. აი ჩვენ ვკითხულობთ ამ ზემას და ჟამი დასვლისათვის ისა დასდებნელი და იქნა ღამე. ეს 113 ფსალმუნია, სადაც სამყარო შექმნა არის აღწერილი და ჩვენ ვხედავთ, რომ მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ეს პლანეტები, ყველაფერი უფლის ბრძანებას ვერ არღვევენ. და სოფლიო კაცობრიობის ისტორიაში სულ რაღაც 1-2-3 ჯერ მოხდა ესა. სხვათა შორის ორი აქედან საქართველოს ისტორიაში არის და ერთი იყო წმინდა სერაპიონ ზარზმელის დროს, როდესაც იქ მონასტრის აშენება უნდოდა და წავიდა საძიებლად, ადგილის საძიებლად და მზის დაბნელება ჩასვლამდე უნდა ენახა ადგილი და ვერ იპოვა. და თხოვა ღმერთს, რომ გაჩერდესო მზეო, გაგრძელდესო დღეო და მართლაც ასე იქნა. და ერთი იყო ისუნავეს ძის დროს, ეს ისუნავი არის მოსეს მემკვიდრე, ებრაელი არის წინამძღვარი, ბიბლიიდან ვიცით ეს თხრობა და ერთი იყო წმინდა ნინოს ლოცვით. როდესაც მირიან მეფეს დაუბნელდა მზე, შეიცვალა ეს ბუნებითი მოძრაობა, კანონი და იწყებს ლოცვას თავისი კერპებისადმი, როდესაც გაუცრუდა იმედი, მაშინ მის გონებაში ღვთის მადლით მოვიდა ესეთი აზრი, რომ რა ილოცა, იცით? აი წმინდანინოს ღმერთო, თუ მართლა ჭეშმარიტი ღმერთი ხარო, გამინათლე, იმიტომ რომ შეძწუნდა საშენ, აი შუა, მაშინდელი ტყეები ხო წარმოვიდგენია და უკუნის სიმდელე ჩამოვარდა. იქ ნადირიც იყო და ყველაფერი და გამწარებულმა კაცმა თხოვა. და თუ ხარ ჭეშმარიტი ღმერთიო, მაშინ გამომიშტიო და მართლაც გამოუნათლა წმინდა ნინოს ლოცვით. მანამდე ჯერ დედოფალი განიკურნა, ნანა დედოფალი უკვე მოექცა სარწმუნოებას და სხვათა შორის მირიან მეფეს განზრახული ჰქონდა, აი ამ რომ წავიდა სანადიროდ, განზრახული ჰქონდა, როდესაც დაბრუნდებიო, გავანადგურებ ქრისტიანებსო, მათ შორის ჩემ ცოლსაცო, თუ არ მოვა ჭკუაზეო. აი ეს განზრახვა ჰქონდა მას. ნახეთ როგორ ბეწვის ხიძე გვიშველა უფალმა. მაგრამ რომ ჩამოვიდა ეკლესიების შენება დაიწყო და აი ერთ-ერთი ჩვენი ისტორიის ფურცლებზე არის ყველაზე ბრწყინვალე ხანა, ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი, როდესაც მართლმადიდებლობა იყო სახელმწიფო რელიგია და იყო შესაბამისი ცხოვრება ქართველი ხალხის და აი რამდენი მადლი მოგცადა დღეს ჩვენ წმინდანინოს ისტორია ჩვენ წესით აი ახალი სამგორის მკვიდრი ვინც ვარ ჩვენ აქ მის ცხოვრებას არ უნდა ვყვებოდეთ, რა თქმა უნდა, მისი ცხოვრება ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ამაზეც გვისაუბრია, მაგრამ ჩვენ აქ რა გვიმემკვიდრა ჩვენ და რა გვიქადაგა და რა ანდერძი დაგვიტოვა, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა და მართალი სარწმუნოება და რა მოგმადლა, ესე იგი, ყველაზე დიდი მადლი, რაც მოგცა ილია მართალი ერთ-ერთ გაზეთში ილია ჭავჭავაძე ამბობს, სხვათა შორის მე მინდა წაგიკითხოთ, რომ აი, ნუ თუ უკეთესი დრო იყო მაშინ ამ ხრივ. ნუ რას ამბობს, ნახეთ, გაზეთი არის ერთ-ერთი ივერია, რომ ყოვლად სადიდებელი დღეა ყოვლის ქართველისათვის. ამ დღესა უქმობს, ამ დღესა დღესასწაულობს საქართველოს ერი და ეს დღეა დღე მიცვალებისა ჩვენი განმანათლებელისა მოციქულთა სწორისა წმინდისა ნინოს. ესე იგი მთელი ერი უქმობსო და მთელი ერი დღესასწაულობს, ამბობს ილია მართალი ხა ტყილა ხო არ იტყოდა ხო? მე ყოველთვის კიდე გულის ტკივილით აღნიშნავ ხოლმე, რომ ამ დღეს ეს დანაკლისი გვაქვს, რომ აი თვითონ ღვთისმსახურების ეხა ადამიანს სამსახური რო აქვს და რო არ შეიძლება იქ გაასტინოს, ეხა ხო არ ემასიზავ, ხო არ აძულებ, ხო აიზულებ და როგორც ჩანს უკეთესი დრო იყო და ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ
მოვიდაო წმინდა ნინო მოგვევლინაო და ქართველი ერის განახლება დაიწყო და მე მინდა რომ აი ყველაზე მეტად ჩვენ ეს ვინიშნო და უთხრა ჩვენს თავს რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება პირველ რიგში არის სარწმუნოება რომელსაც შეუძლია სავლე პავლე დაქციოს რომელსაც შეუძლია ავაზაკი მთელი ცხოვრება ავაზაკობაში მყოფი პირველი სასუფეველში შეიყვანოს რომელსაც შეუძლია უამრავი წმინდანები რომლებსაც მძიმე წარსული ჰქონდათ განაახლოს შეუძლია ადამიანი შეცვალოს შეუძლია ადამიანი აი ეს არის მართლმადიდებელი სარწმუნოების მთავარი რაც შეიძლება ესე იგი ადამიანის თავზე მოხდეს რა შეუძლია რა გავლენა შეუძლია მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შეუძლია შეცვალოს და ძველი კაცის დავიწყება და ახალი კაცის ესე რომ ვთქვათ გამორკვევა ჩვენში ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოების მთავარი აზრი აი ჩვენ რო ვამბობთ აი მართლმადიდებელი ვარ მართლმადიდებლობა რას ნიშნავს ისი შენ წმინდანი კი არ ხარ შენ ისეთივე ცოდვილი ხარ როგორც დაუშვათ სხვა განსხვავებით ურწმუნო ადამიანებისგან იმიტომ რომ მონათლული ხარ დაბადებული დედა ეკლესიის წიაღში მაგრამ რითი განსხვავდები შენ მთელი ცხოვრება აბა რა არის აღსარება რა არის სინანული რა არის ის რომ ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში და ვეწაფებით იმ წყაროს რა გვინდა ჩვენ გვინდა რომ ძველი კაცი განვიძარცოთ როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს და ახალი შევიმოსოთ ეს არის მთავარი რაც ჩვენ წმინდანო მთავარი მადლი რაც ჩვენ წმინდანოს მიერ მოგვეცადა გადაუხდელია ეს კარგად არის აი სამოციქულო კორინთელთა მიმართ წაიკითხეს მე დავითნეება სადაც პავლე მოციქული თავის დროს ეუბნება თქვენ დიდებულ ხოლო ჩვენ გიდებულ თქვენ ძლიერ ხოლო ჩვენ უძლურ ვიდრე აქა ჟამადებ გშივისცა და წყურისცა და ვიდევნები და მგმობართა ჩვენთა ულოცავ და ასე შემდგომ ხო და აი მათი აი ამ იწროების მათი აი ამ ესე იგი უკიდურესად ვიწრო გზის სვლით ხარჯზე ჩვენ მოგვეცა აი ეს რომ განვახვდეთ და ვიყოთ ერთგული ჭურჭელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შეგვეციოს ამაში წმინდანი ნუ არ არის ადვილი აი ერთ-ერთი წმინდა მამის დაწერილს ვკითხულობდი ამის წინ რომ როდესაცო დგეხარო ზიარების წინო და ამბობ ამ ლოცვას რომ წამსუფალო და აღვიარებ რამეთო შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტეს ზეღმთისა ცხოველისა მოსული სოფლად სოდვილთა ცხოვრებად რომელთაგან პირველი მე ვარო ამ დროს წარმოიდგინეო რომ ესე იგი როგორი ძნელიაო ცოდვისგან თავის დაღწევაო და შეგიყვარდებაო ადამიანებიო ცოდვისგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია და აი ეს არის მთავარი აზრი და მთავარი მიზანი რაც ჩვენ და რაშიც ჩვენ ზეცა შეგვეწევა და რაც ჩვენ წმინდანინოს მიერ აი აქ ჩვენთან მოვლინები და მისი ქადაგებით მოგვემადლა და როგორც გითხარით ჩვენ მათგან არაფრით არ განსხვავდებით მხოლოდ იმით რომ ჩვენ გვაქვს აი ეს ესე რომ ვთქვათ მიმართულება რომ ჩვენ ძველი კაცი უნდა განვიძარცოთ ყველანი ცოდვილები ვართ ოღონდ ის ძველი კაცი უნდა განვიძარცოთ და ახალი შევიმოსოთ რომელიც ინებოს ღმერთმა წმინდანინოს ლოცვითა და მეუხებით და მოგმადლოს ჩვენ ვითარცა სახიერას და კაცმოყვარე ამინ